მოგესალმებით თქვენ უყურებთ მაესტროს, ასევე უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7-ზე. ეს არის გადაცემა გამოკითხვა. მე თამუნა კვარაცხელია ვარ, გეტყვით ასევე იმასაც, რომ გადაცემის მსვლელობის პროცესში მთავართებასთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება ღია ტელეფონის ნომერზე 249-460, რაც შეეხება ჩვენს მთავარ საკითხს. ბიძინა ივანიშვილი, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეთანხმდნენ, რომ სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი დასრულდება. ინფორმაციას ივანიშვილის პრესსამდიმნო ავრცელებს, როგორც განცხადებაში აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები სავარაუდოდ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შექმნიან საარჩევნო ბლოკს, შესაბამისად შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან. ამასთან უკვე შედგა შეთანხმება კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვია ძიძიგურთან და ხალხის პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილთან, რომლებიც მათი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად პიროვნულად მიიღებენ მონაწილეობას კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის სტრუქტურების საქმიანობასა და მართვაში, ვკითხულობთ განცხადებაში. მაშასე როგორ აფასებთ ზოგადად კოალიციის შექმნის იდეას, როგორ აფასებთ კოალიციის გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები სავარაუდოდ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შექმნიან საარჩევნო ბლოკს. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. შეგვიძლია მოусმინოთ პირველ მაყურებელსაც. გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ ბრძანეთ. ძალიან მივესალმები კოალიციას, ოღონდ დავითაშვილი და თავის გარშემო ხალხის გარდა. ანუ თქვენ თვლით, რომ თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები არ უნდა იყვნენ ამ კოალიციაში? თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები აუცილებლად უნდა იყვნენ. გასაგებია. იმიტომ რომ ივანიშვილის გარშემო უნდა იყოს მთელი მსოფლიო, საქართველო კი არა. კარგით, მადლობა ზარისთვის 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აქტიურად ღიად გამოხატეთ თქვენი მოსაზრება პირდაპირ ეთერში. მაყურებელია, გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ, როგორ აფასებთ კოალიციის შექმნის იდეას, ასევე მეთქი რომ ივანიშვილმა უკვე დაუშვა პირველი შეცდომა, როცა ისეთი ძალა როგორიც არის სახალხო კრება და მისი ლიდერი გურჯანაძე ჩამოაცილა თავის მოძრაობას. ეს არის უდიდესი შეცდომა, რომ მან ვერ გაითვალისწინა სახალხო კრების ძალა. ამიტომ განწერულია დამარცხებისათვის. თუ ასე გააგრძელა ბატონ ივანიშვილმა ყურის მოწმეებთან საუბარი, საქართველოს დაიღუპება და თვითონ ივანიშვილიც. კარგით. ამიტომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, როგორ აფასებთ კოალიციის შექმნის იდეას საპარლამენტო და მათ გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები სავარაუდოდ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შექმნიან საარჩევნო ბლოკს. მაყურებელია ეთერში, გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. გავატონო აბსოლუტურად ვიზიარებ უკანასკნელი გამოსვლელის აზრს, იმიტომ რომ მთელი ძალების კონსოლიდაცია არის საჭირო, რომ ეს ინტერესები გადავხაროთ. მთელი ძალების კონსოლიდაცია და დღეს იმდენად არის შემართული სრულიად საქართველო, რომ ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ნებისმიერი ძალა, თუნდაც ამათი მიგზავნილი, რომ გავიდეს პარლამენტში, მაინც ივანიშვილის ხარეს დაიჭერს. იმიტომ იმდენად მოძულებული ყავს ხალხს ესენი და იმდენად მომეზრებული ყავს. ასე რომ ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს მასთან ერთად. არ შეიძლება არავის უგულოებელ ყოფ, აბსოლუტურად ვინც სურვილს გამოთქვას, ხო? ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს და უნდა შევიდეს მასთან ერთად. კარგით, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო საკანონმდებლო ორგანოშიც გამოეხმაურნენ დეპუტატები კოალიციის იდეის ხორცშესხმას, ესე ვთქვათ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვახტანგ ბალავაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ალიანსი თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა საკუთარი თავის ლუსტრირება მოახდინეს. ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი ისედაც ერთად იყვნენ. ახლა ეს ერთად ყოფნა სამართლებრივად როგორ გაფორმდება, ნაკლებად საინტერესოა ის, ვისთანაც ასოცირდება ბიძინა ივანიშვილი, ყველასთვის ნათელი და გასაგებია დავით უსუფაშვილმა და ირაკლი ალასანიამ კი უბრალოდ საკუთარი თავის
ლუსტრაცია მოახდინეს აცხადებს ბალავაძე, რომელიც ამ ახალ პოლიტიკურ კოალიციას დაბრუნებას წარსულში უწოდებს. როგორ აფასებთ თქვენ 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი მაყურებელი ეთერში გამარჯობა. ალო, გამარჯობა. გისმენთ. თქვენ ყველა ოპოზიციური პარტია უნდა დადგეს ივანიშვილის გარშემო, თორე ამებთან გამარჯვება შეუძლებელია. მარტო დაუფიქრდით იმას, რომ ყველა სახელმწიფო სამსახური ამებს მისცემს ხმას და ვერ მოვაგროვებთ ამდენ ხმას. ყველა უნდა დავდგეთ ერთად. კარგით, მადლობა ზარისთვის. შეგვიძლია ასევე მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრებაც, რომელმაც დარეკა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ, ბრძანეთ. მე მაგალითად მინდა რომ ყველანი გაერთიანდნენ შვილო ფორუმი, სახალხო კრება, დავითაშვილი, ძიძიგურის თუ ყველა შეუერთდნენ ივანიშვილს და ერთიანი ძალით გადაყარონ ეს გრანტი ჭამია და ღორი ხალხი მოაშორონ ამ ქვეყანას. მადლობა ზარისთვის. მაყურებელს შევახსენებ, იყვნენ ეთიკურები და შესაბამისად კორექტულები, ნურავის ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის შეფასებაც, როგორ აფასებთ იდეას კოალიციის შესახებ და მათ გადაწყვეტილებას, რომ საარჩევნო ბლოკში შესაძლოა კიდევ სხვა პოლიტიკური სუბიექტები იქნან შემოერთებული. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მაყურებელი ეთერში გამარჯობა. ქალბატონო თამარ, გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ქალბატონო თამარ. ახლა ბატონ ბიძინას. დიახ. იმდენი თუ არ ესმის, რომ ესენი არჩევნების გზით არ წავლენ. დიახ. მაშინ კარგად ყოფილა მაგის საქმე რა. კარგით, ანუ თქვენ უფრო კონკრეტულად რო დაგვისახელოთ თქვენი შეფასება ამ შემთხვევაში. კარგით, გათიშა მაყურებელმა შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გავრცელა განცხადება საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტების სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შექმნიან საარჩევნო ბლოკს. კონსულტაციები კი გაგრძელდება ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საზოგადო მოღვაწეებთან. მაყურებელი ეთერში გისმენთ, როგორ აფასებთ კოალიციის შექმნის იდეას. გამარჯობა. ალო. გისმენთ, ბრძანეთ. იცით რა შეა საქმე? აი ეს ნიჰილიზმი რაც დაითესა ქართულ ხალხში, ეს ყველაფერი გააკეთა მიშა სააკაშვილმა. მოდიოდა 2003 წელს იმ დაპირებებით და ხანჯლით ხელში რო ებრძოდა მეფარიძის მამას და ტყეებში დარბოდა და დაღლები და თოფების სროლებით და მერეთყვილების კორიანტელი და დღეს ისია ხალხი შეშინებული. ხედავთ აი კობა დავითაშვილი, რომელიც 7 ნოემბერს და შეცემეს დროს სადღაც ჰოსპიტალში ამოაყუფიეს თავი. მე მაგას შეეძლო ნებისმიერი თანამდებობა აი 2003 წელს მაპატიეთ ამ სიტყვაზე და დაეთრია, იმიტომ რომ ამათ ყველას დათრეული აქვს ის თანამდებობები. მაგრამ არ ქნა კობამ ეს, ხო? აი კობასიც არ ჯერა, არავისი არ ჯერა ხალხს და ისია შეშინებული, რომ ეს ბიძინა ივანიშვილმა თუ გაუწილა ამ ხალხს იმედები, რომლებსაც ველოდით. აი ველოდით პერსონის გამოჩენას და ეს პერსონა გამოჩნდა. და მაინც ხო ხედავთ რა ამბავია, უკირკიტებთ და ვაკრიტიკებთ იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანს ამოსულთქვის საშუალება მისცეს. და მადლობა მაინც უთხრა. ესე იგი, თურმე, ესე იგი, ქურდებს რო არაფინანსებდა და ნიკა თავაძეს და ნატა მურვანიძეს და რობიკო სტურუას რო აფინანსებდა, ეს ყოფილა თურმე უდიდესი დანაშაული. კარგით, მადლობა ზარისთვის. ბიძინა ივანიშვილის თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კოალიციის შექმნის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. როგორ აფასებთ თქვენ კოალიციის შექმნის იდეას და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები სავარაუდოდ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შექმნიან საარჩევნო ბლოკს. მოკლედ 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. დაგვიკავშირდეთ და გამოთქვით თქვენი მოსაზრება პირდაპირ ეთერში. მაყურებელს მოვსმინოთ. გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ, ბრძანეთ. მისმენთ ხო? კი ბატონო. გოგონა, მე გახლავართ ისტორიკოსი, სოციოლოგი. დიახ. თუ შეიძლება ჩემი აზრი გითხრათ. კი ბატონო, ბრძანეთ. მე ძალიან გამიხარდა, რომ გუშინ მოვისმინე ბატონი ვალერი კვარაცხელიას გამოსვლა.
ეს არის ძალიან ჭკვიანი კაცი, ძალიან ჭკვიანი ადამიანი გახლავთ და თუ ბატონი ბიძინა ასეთ ხალხს გვერდით დაიყენებს, მაშინ მართლა გვეშველება. და რაც შეეხება იმ ბატონმა რომ ჯანა კოალიციის წარმოუდგენელ წევრებს როგორ შეაფასებდით და ზოგადად კოალიციის შექმნის იდეას და ასევე მათ მიერ ეხლა რა გეტყვით ქალბატონო ეხლა ბატონმა რომ ჯანა ეხლა არჩევნებითო ვერ მოვიგებთო და რაღაც ეს ნამდვილად მართალია და ძალიან რთული იქნება და მე პირადად მე ჩემი აზრი ასეთია გაერთიანდეს ბატონი ბიძინა ყველა პოლიტიკურ პარტიას და ნაციონალების გარდა და არავითარ შემთხვევაში ბურჟანაძესთან ყველა ხალხს შეიძლება შეიკრიბოს ეს ყველა ხალხი გავიდნენ და ისინი ისე გაიქცევიან და მერე უნდა ჩატარდეს არჩევნები კარგით, გასაგებია თქვენი განწყობა. დიდი მადლობა ზარისთვის 249 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. შეგახსენებთ, რომ გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი დრო გეთმობათ თქვენ სატელეფონო ზარებს, რაც შეეხება გადაცემის მეორე ბლოკს. ჩვენი სტუმარი იქნება ექსპერტი რამა საყვარელიძე. მანამდე იაქტიურეთ თქვენ 249 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. მაყურებელი ეთერში გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. იცით ამი დაგითხრათ, რადგან ამდენი მილიარდი და რადგან ამხელა ფული ხო არ მუშავს აუცილებლად თავრობაში და აუცილებლად ჩვენი პრეზიდენტი უნდა იყოს ყველა. ანუ ეხლა ყველა გამოვა და იქნება ეს უარესი ადამიანია დღევანდელ ჩვენ პრეზიდენტზე, უარესი ბიჟია, უარესი ხო არის და არც ამის ისტორია. ერთ იცით რომ არის ბევრი ფულის პატრონი. ეხლა ყველა გამოვა და აუცილებლად იტყვიან რომ ამაზე უარესი არ იქნება, ამაზე უარესი ვერ იქნება. კარგით, ახლა ცოტათი მეტი ზოვიაზროვნოთ, ხო, ვიდრე ვაზროვნეთ ბევრად აჯობებს ქვეყნისთვის. ანუ თქვენი პოზიცია ივანიშვილთან დაკავშირებით გავიგეთ, მაგრამ კოალიციის მე პოზიცია ვერ მექნება, რადგან არ უწევ იმ ადამიანს არ აქვს. მარტო ვიცი ბევრი ფული აქვს. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. თუ არის შესაძლებლობა, შემდეგ მაყურებელსაც მოусმინოთ. გამარჯობა ბრძანეთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. იცით, მე საერთოდ ყოველთვის ახლა ოპოზიციონერი თუ ოპოზიციონერი ყოველთვის იმის ხარეს ავლის უფრო დაჩაგრულია ესე რომ თქვა მაგრამ ამ შემთხვევაში რა არის ეს კოალიცია მარტო მანიშნებელია რომ არის პროდასალური მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არჩევნებს ჩაატარებს ნორმალურად იმიტომ რომ ნაციონალების მუშაობა ეს 8 წლიანი კი არის ეგ არის ცოტა მეტია 95-დან მოდის იმიტომ იქ ჯერ მოქალაქე კავშირის ხალხი იყო ხოლმე მე ნაციონალურად დაარქვა ის ქვედა სტრუქტურები შენარჩუნებულია აი მუშაობის აწყობა ეხლა ვიცით რომ 250 ლარი უნდა გადაუხადონ თითო კოორდინატორს რაღაცა ნუ ესე მაგას სამთვეში ვერ აწყობ აი რომ მოკოდე ვერ აწყობ ანუ დროში ვერ მოესწრება თქვენ ეს არა ნუ ვერ მოაწყობ ეხლა რა არის იცით სატყერად კი არ მაგრამ მე არ მგონია რომ რესპუბლიკელს და ავსანიეს კონდეს ფართო ესეთი რომ თქვა საპარტიული მუშაობის რაღაცა ძლიერი ნუ თვითონ პროცენტები გვანახებს ამდენს რომ ეს არ აქვს საშუალება. იმიტომ რასაც ქვია აი თვითონ არჩევნების გზით და იმის იმაზე მე მგონია რომ ძანერს ავტორიტეტის არ უნდა იყოს. გაუჭირდება. მით უმეტეს როგორც ვიცი უკვე ნაციონალებმა დაიწყეს უკვე. ფიქრობთ თუ არა რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა იყოს თქვათ მომავალში საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული? ისიც რა არის ისტორია ყოველთვის გვანახებს. თუ ისმის რაღაცის გაკეთება უნდა. ნუ რა ვიღოთ ჩვენ ყოფილი ერთი ქვეყნა მაგას საბჭოთა კავშირიდან 1917 წელს ყველა პარტიები გაერთიანდა რაღაცა მიზნისათვის მე კი დაიშალნენ საერთოდ ეს ფაქტია თორემ ესე სხვანაირად ცოტა გაზნდება. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარ კოალიციას შექმნიან. ივანიშვილის პრესამდიმნოს ინფორმაციით კოალიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესის დასრულებით შემდეგ შეიქმნება საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები სავარაუდოდ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შექმნიან საარჩევნო ბლოკს. შესაბამისად შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, მოусმინოთ მაყურებელს. გამარჯობა. საინტერესოა როგორი არის თქვენი შეფასება იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კოალიციის შექმნის შესახებ ინფორმაციის შესახებ გულისხმობა ამ შემთხვევაში. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. ალო, გამარჯობა. ისმენთ. ჩემი აზრით. დიახ.
თუ ბიძინა ივანიშვილმა არ გაერთიანა ის ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ახლა ქართულ სივრცეში, არაფერი არ გამოვა. და რომს გაერთიანოს ეს ქართული პარტიები და მოიგოს არჩევნები, დარწმუნებული ვარ, რომ მიშა სააკაშვილი არჩევნების გზით მაინც არ წავა. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის, საინტერესო რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი, გამარჯობა. გისმენთ, ბრძანეთ. ალო? გისმენთ, ბრძანეთ, ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა კიდევ ერთხელ. პირდაპირ ეთერში ვარ? კი ბატონო, ბრძანეთ. მე გამარჯობა. მე გირეკავ საზღვარგარეთიდან. დიახ. კი, მე გირეკავ საზღვარგარეთიდან, საბერძნეთში ვარ. ჩავთვალეთ, რომ ყველა ტოლვილის სახელით და ყველა ემიგრანტის სახელით ვრეკავდია. გასაგებია. საქართველოში საკმარისია გამოჩნდეს ისეთი ძალა, რომელიც სხვას მეტად აღემატება, თუნდაც გონებრივად, თუნდაც ეკონომიურად. ქართველები მაშინვე იწყებენ კრიტიკას. ჯერ თვითონ იყვნენ ყველაზე მეტები. ყველაფრის გაკეთება თვითონ შეძლო. მერე კიდე სხვას კრიტიკა ისე უნდა ძალიან კარგია, რომ ყველა ერთად გაერთიანდეს და ყველამ ერთად დაამარცხოს ის ძალა, რომელიც საქართველოზე ესე ბატონობს და ჩვენ ვართ აქ და ჩვენი უდიათ სული ქართველებს რო იტყვიან. და ამიტომია, რომ ყველა მართლაც გაერთიანდეს. კარგით, რამდენად არის ეს შესაძლებელი, ამ კითხვას აუცილებლად ჩვენ დავუსვამთ ჩვენ სტუმარს. გასაგებია, ქალბატონო, მადლობა ზარისთვის, მით უმეტეს ცუდად გვესმის თქვენი. კარგით, უკაცრავად. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, ამ კითხვას აუცილებლად დავუსვამთ ჩვენ სტუმარს, რამაზ საყვარელიძეს, რომელიც იქნება გადაცემის მეორე ნაწილში, ასევე თქვენ სტუმართან საუბრის პარალელურად გექნებათ შესაძლებლობა დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში და თავად თქვენს კითხოთ რაიმე თუ გაქვთ კითხვა. 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. იაქტიურეთ თქვენი მოსაზრება გაგვაცანით პირდაპირ ეთერში. მაყურებელია პირდაპირ ეთერში, გამარჯობა, ბრძანეთ. ალო, გამარჯობა. გისმენთ. იცის აშკარა არის, რომ ამ ხელისუფლებას არ უნდა ხალხის ნება დაინახოს, ხალხის აზრი მოისმინოს. ეს უკვე ნიშნავს პირდაპირ ბრძოლას ხალხის წინააღმდეგ. გესმით და გამორიცხული არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, ხალხი რა თქმა უნდა ყველა ივანიშვილს მისცემს. მას აქ ორი აზრი აღარ არსებობს, იმიტომ რომ ჭეშმარიტად რეალური ალტერნატივა ამჟამად არის ბატონი ბიძინა. და ის ხალხი, ვინც მას გვერდით უდგას, მაგრამ გამორიცხულია, რომ ეს არჩევნები წავიდეს. ესენი არიან წარმოუდგენელი მონსტრები პოლიტიკური თვალსაზრისით. სხვა რა გზა რჩება არჩევნების? სხვა რა გზა და ისევ და ისევ ხალხს მოუწევს ძალების მობილიზება, გამოსვლა და გადაულიან და გადაფარავენ ყველაფერს. ერთადერთი გზა ეს არის, სხვა არაფერი. ანუ ამას შედეგი ექნება თქვენი აზრით? ხალხი თუ გამოვა მთელი მასა, აუცილებლად ესენი ულაპარაკოდ გაიქცევიან აქედან. იმიტომ რომ უკვე იცით რა თვითონ მათ ხალხს, აი პოლიციას და სამხედრო ხალხს, ანუ გვარდილებს აღასწამთ მაგათ, ხედავენ რომ ეს არის არასერიოზული მანიაკი. კაცი ჭამია ელემენტარული. კარგით, შეურაცხყოფას ნურავის ნუ მივაყენებთ 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის აზრით. გამარჯობა. გამარჯობა. ბრძანეთ, გისმენთ. ყველაფერს მიაღწევს ივანიშვილი, მაგრამ ის რესპუბლიკელები დაღუპავენ მოკლედ რა. თუ რამის გაკეთება უნდა, ივანიშვილი, თოფაძე, ქრისტიან დემოკრატები უნდა დაიწერნოს გვერდში. კარგით, მადლობა ზარისთვის, მადლობა კონკრეტული პასუხისთვის. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის აზრით. ბრძანეთ. ალო. გამარჯობა. ალო. გისმენთ, ბრძანეთ. საიდან? ალო. ეთერში ხართ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, ალო. კარგით, როგორც ჩანს არესმის მაყურებელს ჩვენი 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასევე ვიტყვი, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში შეფასებებიც მოვისმინეთ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვახტანგ ბალავაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ალიანსი თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა საკუთარი თავის ლუსტრირება მოახდინეს. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში, მაყურებელი ეთერში. გამარჯობა.
ბიძინა ივანიშვილის თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კოალიციის შექმნის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, როგორ აფასებთ კოალიციის შექმნის იდეას, მაყურებელია ხაზზე. გამარჯობა. ალო. გისმენთ ბრძანეთ. ალო. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ. ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ დიახ. ბურჯანაძე არ უნდა დატოვოს. მაგისი მხარდამჭერები და მაგისი გამოცდილება დაჭირდებათ. აუცილებლად. დიახ. გაითვალისწინოს. კარგით. მადლობა ზარისთვის, საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი, რომელიც პირდაპირ ეთერშია. მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. ალო, გესმით? კი ბატონო, გესმით? გვესმის თქვენი ბრძანეთ. ჩემო კარგო. არავითარ შემთხვევაში არ გესმით? კი ბატონო, ბრძანეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სახალხო კრების იგნორირება და ნინო ბურჯანაძის პირადად. დიახ. ჯერჯერობით კიდე ამ ქალის სკოლა და გონება ჭირდებათ ამა. კარგით, მადლობა ზარისთვის. 2-409-460-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგ მაყურებელს მოусმინოთ. გამარჯობა. ალო, გამარჯობათ. გისმენთ. იცით რა, ჩემი აზრით ხალხო თქვენი სუბიექტური აზრი გაქვთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველანაირ შეფასებას უნდა დავანებოთ თავი და ეს ბიძინა ივანიშვილი არის საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი და ალბათ თვითონ უფრო კარგად იცის რა და როგორ. კარგია ეს კოალიცია რო ჩამოყალიბა და გაერთიანდებიან საარჩევნო ბლოკება და ძალიან კარგი იქნება, კარგი იდეაა. კარგით, მადლობა ზარისთვის. როგორ აფასებთ კოალიციის შექმნის იდეას, ასევე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები სავარაუდოდ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შექმნიან საარჩევნო ბლოკს. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. ალო, გამარჯობა გენეცვალე. დიახ, გისმენთ. თამნა, მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც მაგ შეხება არანაირი პოლიტიკოსობასთან. დიახ. მაგრამ ასე ვთვლი, ჩემი გული ასე მიკარნახებს, რომ რესპუბლიკელები არ უნდა ამოეყენებინა გვერდით, იმიტომ რომ ესენი არიან ყველა თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ბურჯანაძეს, კონსერვატორებს, ესენი ნამდვილად შეიძლება რომ ხარში ამოუდგნენ ბიძინა ივანიშვილს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ მოსკოვი და პუტინი და სისხლიანი ხელი ჩამოართვა. დიახ. ხო, ბურჯანაძე მაინც უნდა ამოიყენოს გვერდში, იმიტომ რომ მას მეტი ჭკუა აქვს ვიდრე მიშა სააკაშვილს. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ გადაცემის პირველი ნაწილის საეთერო დრო ამოიწურა. ჩვენ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით ჩვენ სტუმართან ერთად. თქვენ ასევე შეგეძლებათ პარალელურ რეჟიმში დარეკოთ და დაუსვათ კითხვა რამას საყვარელიძეს 2-409-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამდენიმე წუთში უბრუნდებით ეთერში. გამოკითხვა დაპირებისამებრ ჩვენ სტუმართან, ექსპერტთან, ბატონ რამაზ საყვარელიძესთან ერთად ბრუნდება. მოგესალმებით ბატონ რამაზ. გამარჯობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შესანიშნავი საქმე ქნა ეროსი, იმ ფანჯრიდან თქვენთან ლაპარაკს, ასე უშუალოდ ლაპარაკი ჯობია. გასაგებია. მადლობა. ბატონ რამაზ, ჩვენ ვსაუბრობდით გადაცემის პირველ ნაწილში, სანამ გადავალთ სხვა კითხვებზე, პირველ რიგში მინდა დავსვა კითხვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგი იდეაა ამ კოალიციის შექმნის, სადაც არიან გაერთიანებული ივანიშვილის, ალასანიას და უსუფაშვილის გუნდები? ავკარგიანობა ამოწმე იდეისა, მაინც გამომდინარეობს იმ ზოგადი სტრატეგიული იდეიდან, რომელთაც შეიძლება ხელმძღვანელობდეს ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი. მანაც რამდენჯერმე მიუთითა და სხვა პარტიებმაც, სხვათა შორის კრიტიკულად განწყობილმა ოპოზიციურმა პარტიებმაც აღნიშნეს, მგონი მემარჯვენეებმა და ქრისტიან-დემოკრატებმა, რომ ისინი ელოდნენ ივანიშვილის როგორც გამაერთიანებლის მოსვლას ქართულ პოლიტიკურ სიტუაციაში. და ეს მოლოდინი ივანიშვილის მიმართ არის. პირველივე ნაბიჯებზე ჩანდა ასეთი გაერთიანების სურვილი, რაც გამოიხატა ორი პარტიის მიახლოებაში. შემდეგ თუ კი გაგრძელდება ეს ტენდენცია, უკვე პოლიტიკური აუცილებლობაც არის, რომ არ დაიხუროს კარები და რაც შეიძლება დიდი სპექტრი მიიღოს ოპოზიციიდან აი ამ გაერთიანებამ.
აქ მაყურებელთა მსმენელებს თუ მაყურებლებს შორის კამათი გაიმართა ბურჯაანძის თაობაზე და ერთი რამ არის ჯერ ერთი ბურჯაანძეს თავისი ავტორიტეტი გააჩნია და ასე შემდეგ მაგრამ მეორეც როცა რაღაცას ვაფასებთ თავის პლუს მინუსით უნდა შევაფასოთ და მე ძალიან ცოტა პიროვნება მინახავს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რომელსაც ბრძოლის ისეთი უნარი აქვს როგორც ქალბატონ ბურჯაანძეს და ყველა უნარი იქნება საჭირო პოლიტიკურ ბრძოლაში. თან ცოტა ვინმე მინახია რომლისაც ისე ეშინოდეს მათ ოპონენტს ანუ ხელისუფლებას როგორც ბურჯაანძისა. აი ახლა ივანიშვილმა აჯობა ამ თვალსაზრისით, ხო? და როდესაც ხელისუფლებას ეშინია და შენ ოპოზიციონერი ხარ ის ვინც სიცეშინია ესე იგი შეიძლება რომ გამოიყენო და გამოიყენე და შენი სალონური გემოვნებით ნუ გადაწყვეტა ვინ მოგწონს და ვინ არა თან რაღაც ქალური ეჭვიანობის ნიშნებიც აქვს ხოლმე ამ მოვლენას ეხლა რა შეა საქმე რატო არის გაერთიანება აუცილებელი ეხლა უკვე აუცილებელია იმიტომ რომ თუ კი დავაყნობით გაჯგაჯიშვილის გამოკვლევას და ჩემთვის ის უფრო საყრდენია იმიტომ რომ უფრო ბევრი რამ ჩანს რა მთლიანობაში იყო გამოქვეყნებული დაახლოებით 30%-ია ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დაახლოებით 30%-ია 32-30 ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები იმ გამოკვლევის მიხედვით და რჩება მესამე 30%. აი საკმარისია ამ მესამე 30%-ს მოუყაროს ვინმე თავი და ასეთი ინიციატივები გაისმა უკვე მაგალითად ქრისტიან დემოკრატებისგან რაც სავსებით რაციონალური გახდათ რომ უკვე გაჩნდება მესამე ცენტრი რომელიც გაყოფს ოპოზიციურ ხმებს და ანუ თქვენ თვლით რომ ამიტომ უნდა გაერთიანდნენ ისინი ოპოზიციური ხმების გაყოფა თუ მოხდა ეს ნიშნავს ელექტორატის რაღაცა ნაწილის დაკარგვას მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელოვანეს მაგრამ რაღაც ნაწილის დაკარგვას და თუ კი ელექტორატის რაღაც ნაწილის დაკარგვა არ უნდა ოპოზიციამაც უნდა სცადოს გაერთიანება და ხელისუფლებამაც ვიტყოდი რომ უნდა სცადოს გაერთიანება ანუ ის პარტიები რომლებიც დღეს თავიანთი განწყობილებებით ეთანხმებიან ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ გეგულწობენ ჩვენ ოპოზიცია ვართო, ბოლოს რომ გაირკვეს და ყველა ეს პარტია ერთად შეიკრას, მათთვისაც უფრო მომგებიანია. ამ არჩევნებში შეიძლება თითოეულ ხმას აღმოაჩნდეს გადამწყვეტი წონა. და ამდენად რაც უფრო გამსხულდება ეს ორი პოლუსი თითოეული მხარისთვის უფრო და არის სამის პერსპექტივა როგორ ხედავთ თუ მოგებაზე არიან თითოეული მხარე ორიენტირებული მაშინ არის ეს ხო ცოლად ხო არ ერთავენ ან ცოლად ხო არ მიყვებიან ან ქმრად ხო არ ეყოლებათ ეს პარტნიორები არა არჩევნებში გამარჯვებისთვის სტალინი ჩერჩილი და გაერთიანდნენ იმიტომ რომ საერთო ინტერესი იყო პოლიტიკაში ასეთი გაერთიანებები არის თუმცა ბატონო ამას ჩვენ გვახსოვს კოალიციები გაერთიანებები როდესაც მათი დაშლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდებოდა რომელიღაც პოლიტიკოსის ან პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურივე ამბიციები ანუ ამ შემთხვევაში თუ იქნება საფრთხე იმისა რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერმა ანუ რა თქმა უნდა, ოღონდ ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ პოლიტიკოსის ეპოლეტები უნდა ჩამოხსნა და ის ესე იგი ცუდი პოლიტიკოსი. კარგით, რაც შეეხება შემდეგ კითხვას, ვიცით რომ კოალიცია უკვე მუშაობს აქტიურად, ყალიბდება იქ ჯგუფები, რომელთაც კონცეფციაზეც მუშაობენ, ასევე სხვადასხვა ადამიანები იმუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით ამ ჯგუფებში. როგორ ფიქრობთ, დაიწყო საკმაოდ დიდი მუშაობა, მოკლედ ძალიან დიდი გეგმები ისახება. როგორ ფიქრობთ, მოესწრება თუ არა საპარლამენტო არჩევნებამდე ეს ყველაფერი? ხო, მე არ მგონია საერთოდ ჯერ უფლება გქონდეს დავარქვათ მათ კოალიცია. დღეს ხომ მხოლოდ ის განცხადდა, რომ როდესაც ივანიშვილი თავის პარტიას ჩამოაყალიბებს და ეს მარტივი საქმე არაა და ჩქარა არ უნდა ველოდოთ, მას მერე დაიწყება კოალიციაზე ლაპარაკი. ესე განზრახულობაზე იყო ეს განაცხადი და არა ფაქტზე. რაც შეეხება თქვენს და ეს იმისთვის რომ სიტყვა კოალიცია არ დაიმკვიდროს თავის რეალური მნიშვნელობით, ხო პირობითი მნიშვნელობით ვარქმევთ იმათ კოალიციას, თორე მისი საზღვრები ჯერჯერობით ბუნდოვანია და ჩემი აზრით უნდა გაფართოვდეს.
რაც შეეხება მათ მუშაობას, ყველაფერი დამოკიდებული არის მუშაობის და ორგანიზაციის ხარისხზე. ჩემთვის ისევ და ისევ სამაგალითოდ რჩება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და კერძოდ სააკაშვილმა რაღაც ორ კვირაში ამოწია რეიტინგი ეფექტური მუშაობით ყოველგვარი კონცეფციების გარეშე. ანუ გამარჯვების კონცეფცია ჰქონდა, ხმადე როგორ უნდა აიღო ჰქონდა, მაგრამ ახლა საქართველოს გადარჩენის კონცეფცია ამდენი ხანია ქაღალდზე, შავით თეთრზე დაწერილი არ გვინახია. კარგი, თქვენ საუბრობდით პარტიის ოფიციალურად დარეგისტრირებაზე, როგორ გესახებათ ბატონო რამას უახლოეს მომავალში თუ მოხდება, თქვათ ბიძინა ივანიშვილის პარტიის ოფიციალურად დარეგისტრირება? რა არის უფრო ლოგიკური ჩემი აზრით, რომ აი ეს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც შეიქმნა ამჟამად, იმ საზოგადოებრივ მოძრაობამ ბადე გაშალოს საქართველოს მასშტაბით, ნახოს რეგიონალური პარტნიორები მთელ საქართველოში და დაიწყოს ახალი სახეების ამოტივტივება და ძებნა უკვე რეგიონებიდან. თბილისმა თავისი პოლიტიკური სახეების რესურსი და პოლიტიკური ფიგურების რესურსი მე მგონი ამოწურა. და აი ეს რეგიონებში მოძიება, იქიდან სახეების წამოღება, იქიდან პოლიტიკურად აქტიური პიროვნებების ჩაბმა ამ საქმეში დროს თხოვლობს და ვერ გეტყვით. მალე მე მგონი ეს დაფუძნებაც მალე ამასაც არ უნდა ველოდოთ, თუ კი ამ სტრატეგიას აიღებთ და თუ უბრალოდ ქაღალდზე გაფორმების საკითხია, ნუ ეგ შეიძლება ერთ კვირაში იყოს. კარგით, ასევე მინდა გკითხოთ, აქვს თუ არა დღეს რეალური სიტუაციის გათვალისწინებით, ივანიშვილს აქვს გახდეს ხელისუფლების ოპოზიციური, მთავარი ოპოზიციური ძალა თუ მას შეძლებს უნარი დაამარცხოს ხელისუფლება არჩევნებით? თქვენ ძალიან ადვილად ამბობთ ძალიან რთულ კითხვებს. კი, მაგრამ ეს განიხილება აქტიურად ჩვენს მაყურებლებში და ხშირად აფიქსირებენ და კითხულობენ. მაშინ მაყურებლების საყურადღებოდ მოდით რაღაც წინასწარმეტყველის მანტიით რო არ ვიყო, შემოსული არიან საქართველოს წინასწარმეტყველების და იმათ დაუტოვოთ ეგ საქმე. მივყვეთ ლოგიკას. თუ კი ივანიშვილმა 50% აიღო მის მანდატების და მაგის შანსი დღევანდელი გამოკვლევებით უკვე აქვს, რომ შევთვალოთ, რომ გულახდელი იყო ეს პასუხები, მაშინ ნაციონალური მოძრაობა გასული ასევე 50%-ით, თეორიულ ვერსიას ვამბობთ, ვერ შეძლებს აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებას მარტო. მან უკვე უნდა გაუწიოს ანგარიში ოპონენტებს. და იმ ოპონენტებს, რომლებიც დაუშვათ ძირითად ფიგურებს ამ აღმასრულებელი ხელისუფლებისა სააკაშვილის ჩათვლით არ დატოვებენ ხელისუფლებაში. ისე რომ პრაქტიკულად აღმასრულებელი ვერტიკალი უკვე შეიცვლება იმ მინიმალური შედეგით, რასაც 50% ქვია. კარგი, ბატონო ამას მაყურებელიც გვიკავშირდება პარალელურ რეჟიმში, ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ. შეიძლება რომ გაველოდოთ? კი ბატონო, ბრძანეთ, პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. ეთერში ვარ? დიახ, ბრძანეთ. იცით რა, მაინტერესებს ჩემი აზრი მინდა ვთქვათ ბატონ ბიძინას შესახებ თუ შეიძლება. კი ბატონო, ბრძანეთ. იცით რა შესაძლოა? მე მაგალითად მიმაჩნია რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანი კაცია. ძალიან წესიერი და პატიოსანი კაცია. მას ერთადერთი რაც მაგას ნაკლი ექნება ის რომ ვერ მოიძიებს ისეთ ადამიანებს მის გვერდით როგორც თვითონ არის. ანუ იმის გამინდა რომ პოლიტიკაში იმდენად გაფუჭებული ხალხია ჩვენთან ახლა რომ ძალიან ძნელი იქნება იმის ამორჩევა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილმა მაინც უნდა გააერთიანოს ხალხი. უნდა გამოიყენოს ყველა აბსოლუტურად პერი მოყარე, მაგრამ მან უნდა იცოდეს რომ ვინ იყო ადრე მტერი და ვინ იყო მოყარე. ამის გამით ახლა მე ძალიან უხეშად ვამბობ, მაგრამ მიხვდება ადონი ბიძინა რასაც გულისხმობ. უნდა გამოიყენოს ყველა აბსოლუტურად, რათა მიაღწიოს თავის მიზანს და მან მერე უნდა დაიწყოს გაფილტრა მაგის, იმიტომ რომ ეს მთავრობა იმდენად არის განსწავლული მახინაციებში, რომ ძალიან გაუჭირდება ამას მოგება. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, გააერთიანოს, მიაღწიოს თავის მიზანს და მერე გაფილტროს ეს. იმიტომ რომ ესე რომ დაყოს მან ეს კარგია, ის სუდია, მაგას ნახევარი არ დარჩება. იმიტომ რომ
თქვენ კარგად გასაგებია ჩვენი საეთერო დრო შეზღუდულია ბოდიშ გიხდით რომ გაწყვეტინებთ ბატონ რამას ბატონის რეპლიკა აფსებს ჩემ ნათქვამს იმას თაობაზე რომ მან თავისი პარტიისთვის სახეები რეგიონებში უნდა ეძებოს და ნაკლებად თბილისში მან სხვა კუთხიდან შეაფასა ისევე უბრალოდ მართლაც ახალი სახეები ჭირდება საქართველოს ახალი პოლიტიკური სახეები და ამის რესურსი მე მგონი ახლა რეგიონებში ესაძებნელი და არა ქალაქში და არა სხვა პარტიებში. კარგით, ბატონ რამას დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ თვითონ მადლობთ და ხმერთმა ხელი მოგიმართოთ. მადლობა, მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ექსპერტი რამას საყვარელიძე, ეს იყო გადაცემა გამოკითხვა, მე თამუნა კვარაცხელია ვარ, ხოლმე და გემშვიდობებით, თუმცა დარჩი ჩვენთან პირდაპირ ეთერში მუშაობას ჩემი კოლეგები განაგრძობენ.